დღეიდან მგზავრები სამარშრუტო ტარსებში რადიოს ვეღარ მოусმენენ. სამარშრუტო ტარსების მძღოლების ნაწილს დღეს დილით რადიო გრათიშული დახვდათ. სამარშრუტო ტარსების მძღოლები ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არჩევნების წინ ხელისუფლებას არ აწყობს მგზავრებმა რადიო მაესტროსა და რადიო უცნობის საინფორმაციო გამოშვებებს მოусმინენ. არაფერი მოისმინა თოშულიო, არაფერი გაიბოთო. ვანის რაიონში კომპანია Global TV-ს ანტენების დაყენებაზე უარის ხმის მიზნით ადრილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოსახლეობას აშინებენ. Global TV-ს სატელიტური თებშების დამონტაჟება მეორე დღეა ვანის რაიონში დაიწყო. თუმცა როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პროცესს ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები აფერხებენ. ხშირია მოსახლეობის დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები. დააშინეს ხალხი, მოძრაობდა ჯიპებით, როგორც გამგებლები, ასევე პოლიციის მუშაკები და რა თქმა უნდა, ხალხი დაშინებული არის. სურვილი აქვთ ჩუმად ყველა გვეუბნება რა აქვს ნაშვილო გვიყვარხართ, მაგრამ ანტენებს ვერ დაგაყენებინეთ. იმიტომ რომ გვეშინია, ეშინიათ მოხსნა ის როგორც სოციალური დახმარების, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების. ბრალშულიანი ოჯახის ბავშვები კი უფასო სახელმძღვანელოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ოჯახში ყველა ბავშვი ერთი ქორწინებიდან არის. შესაბამისი განკარგულება განათლების მინისტრს ეკუთვნის. დაგვიბარეს მშობლები, ვისაც ყავს 3 და მეტი შვილი, მათ შორის მეც და დაგვაწინეს განცხადებები, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციამ ჩემი განცხადება არ ჩაიბარა ერთადერთი მოტივით. რომ ჩემს მესამე შვილს აქვს სხვა გვარი, უცებ დაინტერესდა რატო ქონდა ბავშვს სხვა გვარი და გაიგეს რომ მყავდა მესამე, ესე იგი მყავდა ბავშვი სხვა მეორე ქორწინებიდან, მითხრას რომ ამის გამო წიგნებს ვერ მივიღებდი. მახარაშვილისა და ელიაშვილების საქმეზე დაიკითხა ვინმე ზვიად ხმიადაშვილი, რომელიც ყოველ შეკითხვაზე იძლეოდა როგორც ჩანს ცრუ ჩვენებას. ჩაუყვანე მე ეს ბავშვები იმ საღამოთი, მიუყვანე მილიციის ფორს და უთხარი რომ აი ჩამოვიყვანე ბავშვები და დაკითხე თუ რამე გინდათ. იმათ ვიცხეთ, არაფერი არ არის საჭირო დაიყვანე დილითო და დილის ვიცადეს სპეცოპერაციით დაგვეცენ და დაიყვანეს ბავშვები. კოალიცია ქართული ოცნების წევრია გოდერძი მახარაშვილი, ჩემ ბიჭი იმასთან მეგობრობს და გაუკეთეს ეს სპეციალურად. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შეკვეთა, აქ ორი აზრი არის, ეს არის პოლიტიკური პატიმრები არიან ეს ბიჭები. პოლიტიკური კითხვის ნიშანი კი გრძელდება, რატომ არ პასუხა მიხეილ სააკაშვილმა როიტერის კონკრეტულ შეკითხვას და გეგმავს თუ არა ქვეყნის პირველი პირი პრემიერის თანამდებობით მთავრობაში დარჩენას. შეგიძლიათ თუ არა კატეგორიულად გამორიცხოთ იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ არ გახდებით პრემიერ-მინისტრი. ხალხის არჩევანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და ეს ყველაფერი შეცვლის ყველაფერს. ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს აშფოთებთ ის, რომ 44 წლის სააკაშვილმა შეიძლება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიბაძოს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. კონკრეტული პასუხები არ არსებობს, თუმცა განცხადებები მომავალთან დაკავშირებით პირველმა პირმა რამდენჯერმე გააკეთა. წყალტუბო მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე მაგარი ადგილი. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მომეცით დამაცადეთ კიდე 2, 3, 4 წელი და ნახეთ თუ არ გავხდით მთელ ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილი. დღეს ბოლოს ჰილარი კლინტონის ორდღიანი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბოლო ხანებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაცა გამოცხადა საქართველოსთან მიმართებაში. ქუთაისში ვაშენებ ჩვენ თვითონ აეროპორტსა უფრო მაგარს ვიდრე ეს არის. და იქიდან ფრენა იქნება 50 ლარი თალი მიმართულებით, 50 ლარი ვიმეორებ კიევის მიმართულებით და ესე იგი იქიდან დაანჩენ ევროპაში. მე გავიგებდი რომ კაცებს უფრო დაეკრათ ტაში უკრაინაში გამგზავრებაზე. ქალებს რა გვიხარი არ ვიცი.